მაშინ, როდესაც თავად ელჩი ესარჩლება ადამიანს, რომელიც ფიზიკურად თავს დაესხა პოლიციელს და აქაც ხაზს გაუსვა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში პოლიციელი უფრო მაღალი დაცვის სტანდარტით სარგებლობს და მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ესარჩლება პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურად თავდასხმას და ამბობს, რომ ის არ უნდა მის მიმართ არანაირი დევნა არ უნდა წარმოებდეს. მეორე მხრივ ადამიანი, რომელიც მან ის ვერბალურად შეაწუხა, ამ ადამიანზე გვეუბნება გერმანიის საგარეო სამინისტრო, რომ უნდა მოხდეს სისხლის სამართლებით დევნა. სისხლის სამართლებით დევნა. შეგახსენებთ, რომ ამაზე ჩვენთან როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ დაიგმოს, ამას არც გმობენ საელჩოები, მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების სიტყვიერ თავდასხმას დეპუტატებზე არ გმობს არც ერთი საელჩო თუ დონორი. როდესაც საუბარი არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, ასეთ ქმედების ამბობენ, რომ ეს რაღაც გადამეტებულია და თავად გთხოვენ სისხლის სამართლებით დევნას ადამიანისა ფიზიკური ხო და ამიტომ სწორი ყოფილა, ხო? ამიტომ ხო და საქმე იმაშია, რომ ის კი არა ჯერ-ერთი ადამიანი გამოკითხული იყო, ხო იცით? ერთი და მეორე ასე ხო არ შეიძლება. როდესაც ამ მთელი ცინიზმი ამ ისტორიის იმაშია, თავად ელჩი ჩავიდა ბათუმში იმისთვის, რომ გამოსარჩლოდა პოლიციელზე თავდასხმელ ადამიანს და ეთქვა, რომ პოლიციელზე თავდასხმელ ადამიანი არ უნდა დაისაჯოს. და ამ დროს იმ ბათუმში ამ საქმისთვის ჩასულ ელჩი ვერბალურად რომ შეაწუხეს, ამაზე ითხოვს სისხლის სამართლებით დევნას. უბრალოდ აქ ხო ჩანს ფარისევლობა მთელი ამ პროცესისა. არა, რეაგირება. სახელმწიფო რეაგირებს ყველა საკითხზე. რეაგირებს და მათ შორის ეს უყურეთ კიდევ ერთხელ ის ადამიანი გამოიკითხა და შინაგან სამინისტროსთან გამოიკითხა კიდევაც და ეს მათი კომპეტენცია არის. უბრალოდ მთელი ცინიზმი იმაში არის, რომ ჩვენ გვიყიჟინებენ, რომ პოლიციელზე ფიზიკურად თავდასხმენი ადამიანი სასჯელის გარეშე იქნა, არათუ გაშვებული, პირიქით ადამიანი გაგმირებული, არ უყურეთ აგმირებენ გერმანიის ელჩი იჯდა პლაკატის წინ და აძლევდა ინტერვიუს, სადაც წერია, რომ თავისუფლება მზიას თუ არ ვსწრები, ანუ გმირად გვიცხადებს პოლიციელზე თავდასხმელს და თავად ამბობს, რომ ის ვინც ის ვერბალურად ასე ვთქვათ შეურაცხო ან შეაწუხა, არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, ეგეც არ ვიცით, ის კადრები მაინც ნანახი გვაქვს, ამაზე უნდა მოხდეს სისხლის სამართლებით დევნა. რეაგირებას რაც შეეხება, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა. მე უბრალოდ მინდა ამის პოლიტიკური განზომილება გაჩვენოთ, თუ რამდენად უტიფარი არის ის ფარისევლობა, რომელსაც ხანდახან ვაწყდებით ხოლმე. რას ქვია, როგორ? რას ქვია, რეაგირება არ არის თქვენ? ის ადამიანი პოლიცია, როგორ გითხრათ, პოლიციაში მიიღო და გამოკითხეს. ის დანარჩენს შეაფასებს პოლიცია და შინაგან სამინისტრო და პროკურატურა შეაფასებს, რეაგირება ყველაფერზე იყო საქმე რაშია, იცით? გერმანიის მთავრობის, ევროკავშირის, სხვადასხვა მთავრობების დაფინანსებული ადამიანები, როგორც სიტყვიერად თავს ესხმიან პარლამენტის წევრებს, ისე ფიზიკურადაც ძალადობენ მოქალაქეებზე და 9 აპრილს ჩვენ ვნახეთ, როდესაც მათივე თვალწინ, დონორების და ელჩების თვალწინ, მათივე დაფინანსებულ ორგანიზაციებმა მოაწყეს ძალადობის აქტი 9 აპრილს მემორიალთან. და ამაზე არათუ რეაგირება ქონიათ, დაფინანსება შეუცირეს, რაღაცა შენიშნულებას, ერთი სიტყვა არ თქვეს, ამის დაგმომის რომ ემიჯნებიან ამ ყველაფერს. ამიტომ ეს არის, რომ საქართველოს და საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საერთო სტანდარტით ყველას მიმართ, უცხოეთიდან ვხედავთ ჩვენ კატეგორიზაციას და ის რაც როგორც ჩანს ამ შემთხვევაშიც სხვადასხვა კატეგორიების ყოფნა.